მოგესალმებით რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერშია პროგრამა გენდერული ამბები, რომელსაც თბილისის სტუდიიდან დღეს ლელა კუნჭულია უძღვება. ხმის რეჟისორი გახლავთ გოჩა ლეჟავა. დღეს ჩვენი გადაცემის თემაა ქალი და თამბაქო. რატომ ეწევა ქალი სიგარეტს? მართებს თუ არა მწევალ ქალს კაცზე მეტი სიფრთხილე თამბაქოსთან მიმართებით და თუ კი მაინც ირჩევს ის მოწევას, როგორ ავიწროვებს ქალს საზოგადოება. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე, ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვერდება ხელოვნებაცოდნე ლელა ოჩიაური. შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 2-988-327, 2-988-327, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, დაუსვათ შეკითხვები ჩვენ სტუმრებს. ახლა კი მუსიკა ჩვენს ეთერში, რის შემდეგაც რადიო თავისუფლება პირველ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებათ. გრძელდება რადიო თავისუფლების პროგრამა გენდერული ამბები, რომელსაც თბილისის სტუდიიდან დღეს ლელა კუნჭულია უძღვება. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს. მოგესალმებით ბატონო გიორგი კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მოგზანებისთვის, რომ გამონახეთ და გვესტუმრეთ. საუბარი სამწუხარო სტატისტიკით დავიწყოთ. მოდით, თამბაქოს უკავშირდება სამწუხარო სტატისტიკა სამწუხაროდ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია და მასზე შემთხვევათა 10% მოდის. საერთაშორისო კვლევის თანახმად თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანს კლავს, საიდანაც 600,000-ზე მეტი პასიური მწეველია, ანუ მეორადი კვამლით იღუპება. თამბაქოს კონტროლის კუთხით სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში 2030 წლისთვის თამბაქოს მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა 8 მილიონს მიაღწევს, რაც ნიშნავს 4 წამში ერთი ადამიანის გარდაცვალებას. თამბაქოს მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის 80%-ზე მეტი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების სათვალავზე მოდის. ბატონო გიორგი, რატომ ვერ უხერხებენ ვერაფერს, რატომ ვერ ამარცხებენ თამბაქოს მსოფლიოში? მოდით საუბარი ამით დავიწყოთ. მსოფლიოში ვერ ამარცხებენ თამბაქოს, ცოტა ესეთი განაცხადია, იმიტომ რომ უკვე არსებობს საერთაშორისო პოლიტიკა, გასულ წელს იქნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცხადებული და ამ პოლიტიკის შესაბამისად 2050 წლისათვის მსოფლიოს მასშტაბით ვამბობ, მწეველობის რიცხვი უნდა იყოს 5%-ზე ნაკლები. რა ხდება ევროპის ფარგლებში? ევროპამ აიღო, ესე რომ ვთქვათ, ვალდებულება, რომ 2040 წლისათვის მოახდენს, ესე რომ ვთქვათ, საკმაოდ მნიშვნელოვნად შემცირებას თამბაქოს მოხმარების, ფაქტიურად ეს იქნება ყველაზე მინიმალური დონე 5%-მდე. ხოლო რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ საერთოდ უარს იტყვიან თამბაქოს მოხმარებაზე, ასეთი პირველი მერცხალი ამ პოლიტიკის გაცხადების შემდგომ გახლავთ ფინეთი, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ 2040 წლისათვის ფინეთი აბსოლუტურად თავისუფალი იქნება თამბაქოს კვამლისაგან. დღის მდგომარეობით მსოფლიოში გეგმებია ჯერჯერობით. გეგმებია, თუმცა ეს ისეთი ქვეყნები გახლავთ მიზანდასახული, რომლებიც მართლა რეალურად ზრუნავენ თავიანთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე და ადამიანის უფლება უპირველესია იმ ქვეყნებში. და რაც შეეხება ქვეყანას, ესეთ ქვეყანა უკვე რამოდენიმე წელია, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი და თამბაქოს კვამლისაგან გახლავთ ჯერჯერობით ბუტანი, ეს პატარა სახელმწიფო გახლავთ, მაგრამ უკვე მოძრაობა დაწყებულია იმისკენ, რომ ეს ბიზნესი გახდეს უკვე მილევადი ბიზნესი. ამის გაცხადება მინდა, ეს არის, ესე რომ ვთქვათ, მსოფლიო პოლიტიკა, უმრავლეს, ესე რომ ვთქვათ, ქვეყნები თანხმდებიან ამაზე და უკვე იწყებენ პოლიტიკის შემუშავებას. გასაგებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამწუხარო სტატისტიკა, რომლის რამდენიმე მონაცემი მე მოვიყვანე. ეს ყველაფერი არის გამოწვეული იმით, რომ ჯერჯერობით არის მძიმე მდგომარეობა და უკეთესი მდგომარეობა არც საქართველოშია. მოდით მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, უბრალოდ მონაცემი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყნობით, საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9-დან 11,000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3,000-მდე პასიური მოწევის მსხვერპლია. მოდით ავხსნათ ეს პასიური მეორადი მოწევა რამდენად მძიმედ აისახება ჯანმრთელობაზე. დიახ, ვიდრე პასიურ მწეველობაზე გადავალ, მოდით კარგად ავხსნათ ჩვენს მოსახლეობას, რას ნიშნავს 11,000 ადამიანი. ეს გახლავთ ფაქტურად ერთი ქალაქი
მშვიდობიანობის პერიოდში იღუპება ასეთ ყველაზე დემოგრაფიულად დამძიმებული, ასე ვთქვათ, სურათი გვაქვს ქვეყანაში, ასეთ ქვეყანაში 11,000 ადამიანი გახლავთ ყოველი მეოთხე საქართველოს მოქალაქე. ეს არის ნომერ პირველი მკვლელი. მე ამაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ჩვენი მოსახლეობამ გააცნობიეროს ის სიმძიმე და სერიოზულად მიუდგეს ამ პრობლემას და არ ჩათვალოს, რომ ეს მე არ მეხება, ეს ჩემი პრობლემა არ არის და მე შეიძლება ეს არ დამემართოს. ამ რისკის ქვეშ არის როგორც ვთქვით აქტიური მწვერვალები, ასევე პასიური მწვერვალები და 3,000 ადამიანი პასიური მწვერვალების მსხვერპლი გახლავთ ის ადამიანები, რომლებიც იძულებული არიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება, ტრანსპორტი იქნება, სამუშაო ადგილი იქნება თუ ასე შემდეგ, განსაკუთრებით რესტორნები და ბარები, სადაც უწევთ ესე რომ ვთქვათ საკმაოდ დიდი რაოდენობით ამ ტოქსიკური და კარცინოგენული ნივთიერებების ჩასუნთქვა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ამ თვალსაზრისით არიან ბავშვები და ქალები. და ასევე ის თანამშრომლები, რომლებიც რესტორნებში და ბარებში მსახურობენ და 10-12 საათის განმავლობაში თქვენ წარმოიდგინეთ უწევთ ამ საშინელ გარემოში ყოფნა. და ვის ევალება ამ ყველაფრის ასე რომ ვთქვათ გადაჭრა. ამაზე ამცილებლად ვილაპარაკებთ, ჩვენ ვის ევალება ეს ყველაფერი. ახლა როცა მე მგონი ჩვენი მსმენელები და მაყურებლები შესაძლოა შევაშინეთ უკვე, მოდით ეს პრობლემა ერთგვარად გენდერულ ჭრილში განვიხილოთ ჩვენი გადაცემის სახელწოდებიდან გამომდინარე. და ვიდრე საუბარს გავაგრძელებდეთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელი სამყაროს ხელმძღვანელს ექიმ ზურაბ ფუტკარაძეს მოусმინოთ. მოქმედებს თუ არა ქალისა და კაცის ჯანმრთელობაზე თანაბრად თამბაქოს ნაწარმი. მოვირკოთ ყუთასმენები და მოусმინოთ ერთად. რადგან მოქმედებს ფილტრებზე, გულზე, კუჩნაკლავის სისტემაზე, კუჩზე თვითონ უარყოფითად ეს ისე მოქმედებს როგორც მამაკაცი და ქალზე, მაგრამ აქ დამატებით ქალი იმის გამო რომ დედა არის, მით უმეტეს როცა ისდება ორგანიზმში ნიკოტინი და სხვა ეს მავნე ნივთიერები, უკვე დიდი შანსია ის რომ შვილზეც უფრო იმოქმედოს უარყოფითად და უარყოფით გავლენას ახდენს საერთოდ გენოფონზე და შთამომავლობაზე რა. აქედან გამომდინარეა რომ ისედაც მეორეც კიდე ახლა კვლევა ასეთი არ არის, მაგრამ ზოგადად ეს ექიმების მოსაზრებაც არის საერთოდ რომ იმის გამო რომ ხალი სუსტი ორგანიზმია, იგივე ფილტრების ხეთ ფილტრებში უფრო მეტი არის მათი ალბათობა რომ ფილტრის კიბო განვითარდეს. აი ნუ ერთ-ერთი გამოწვევა ფილტრის კიბოს თამბაქო არის. თქვენ კარგად იცით რომ თამბაქო კურსის და სისტემაზეც მოქმედებს, გამიგეთ და ანუ უარყოფითად და აი ამ კუთხით მე რო გიხოთ ეგეთ მამაკაცი მოჭავს იმიტომ ახლა კურსის და მაგრამ თამბაქოს არ არის დამოკიდებული სხვა ფაქტორების მოქმედების და აი ეგნა გამომდინარეობა რა. უშუალოდ აი ფილტრის კიბოსთან დაკავშირებით კი რა თქმა უნდა ხალხი უკვე ჭარბობს. წეველი წევსაც განაჩნია შეიძლება ადამიანი წეველი იყოს და 10 დღეზე წეუდეს წეში და ზოგიერთი არის სამყოლობს ეწევა ხო მართალია არა და აი ამასაც უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ კუთხით ვინ რამდენს ეწევა რა ყოველდღიურად და ქალებში გაცადა უფრო სწრაფად ხდება ისიც და გამომდინარე რომ აი ესაც კი არის მაგრამ იმის გამო რომ ქალები მაინც იმ რაოდენობას არ ეწევიან ყოველდღიური მოხმარება არ არის იმ რაოდენობის როგორც მამაკაცის კუთხით და ამიტომ თვითგაწმენდაც და ფილტრების გაწმენდაც უფრო მალე ხდება დროში ვიდრე მამაკაცი შეიძლება 6 თვე და შეიძლება 1 წელი გაჩნდეს გაწმენდას მეტნაკლებად 100%-იანი გაწმენდა მაინც არ მოხდება არასდროს მაგრამ ქალებში რა თქმა უნდა ორჯერ ნაკლები და სამჯერ ნაკლებია ეს დრო. ჩვენს მედით ექიმ ზურაბ ფუტკარაძეს არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელი სამყაროს ხელმძღვანელს და ახლა ერთი სადავო სტატისტიკის შესახებ მინდა გკითხოთ ბატონო გიორგი მანამდე შევახსენებ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს რომ შეუძლიათ დაგვირეკონ ტელეფონის ნომერზე 2988-327 ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ თემაზე ქალი და თამბაქო და ეს გადაცემა პირდაპირ ეთერშია და მათ შეუძლიათ დაგისვან თქვენ შეკითხვები. დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე ხელმისაწვდომია სტატისტიკა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციფიკური მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს ეყრდნობა და ამ კვლევის თანახმად ამჟამად თამბაქოს რომელიმე პროდუქტს მოსაწევს და უკამლოს მოიხმარს რესპონდენტთა 30.3%, მამაკაცების 55.5% და ქალების 4.8%. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მოწევა ყველაზე მეტად 25-დან 44 წლის ასაკშია გავრცელებულიო. დამაჯერებელი თუ არა თქვენთვის ეს გენდერულ ჭრილში მოცემული ეს სტატისტიკა და თქვენი მონაცემები რაზე მეტყველებს? მე მგონი განსხვავებული მონაცემები გაქვთ თქვენ. მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ცოტა ესე ვთქვათ, თვითონ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ნებისმიერი პრეზენტაციის დროს, როდესაც ამ ინფორმაციას ასაჯაროებს, უსვამს ხაზს, რომ ეს არ არის, ვთქვათ, ზუსტი.
სრულყოფილი ქალებთან მიმართებაში, რადგან ეს საკითხი როგორც ჩანს ქალების სოციუმში კვლავ სტიგმატიზირებულია, ანუ რესპონდენტებს ზოგიერთ შემთხვევაში უჭირთ რეალურად მართალი სწორი ინფორმაციის მიცემა გამომკითხველებისათვის. ჩვენ ამას ვარაუდობთ. თუმცა ჩვენმა კვლევამ ეს მოხდა ამერიკელი ექსპერტების ესე ვთქვათ ორგანიზებით აჩვენა, რომ ქალებში მოხმარება დაახლოებით არის 15% საქართველოში, მამაკაცებში არის 58%. რაც შეეხება მამაკაცებში სტაბილურად გვაქვს ესე ვთქვათ წევრების რაოდენობა, რომელიც საკმაოდ მაღალია ევროპის რეგიონში, ხოლო რაც შეეხება ქალებს, აქ როგორც გითხარით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქალებში მწევილობის რიცხვი გაიზარდა დაახლოებით 3.5-ჯერ. მეცაც გეტყვით ახალგაზრდა გოგონებში თამბაქოს მოხმარება ბოლო 10 წლის განმავლობაში, სხვა ვთქვით 30 წლის განმავლობაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში გაიზარდა 2.5-ჯერ, შესაბამისად გაიზარდა მტრად შობადობების, სიმახინჯეებით შობადობების, მცირე წონით შობადობების, ნაადრევი აბორტების რიცხვი. ეს აბსოლუტურად პირდაპირ კავშირში გახლავთ ახალგაზრდების გოგონების ესე ვთქვათ რეპროდუქციულ ფუნქციასთან, ბატონმა წინა გამომსვლელმაც აღნიშნა ამის შესახებ და რა იწვევს ამას? ამას იწვევს რა თქმა უნდა ის ქიმიური ნივთიერებები, რომელიც კონცენტრირებულია თამბაქოს კვამში და პირდაპირ მოწევის ეს დაახლოებით 4000-მდე ქიმიური ელემენტია, მაგრამ აქედან დაახლოებით 250 გახლავთ ტოქსიკური და 50 გახლავთ კარცინოგენული ხასიათის მატარებელი. და ყველაზე ძირითადი ესე ვთქვათ დარტყმა ამ ფეხმძიმობის პერიოდში ადგება ნაყოფს იქედან გამომდინარე, რომ ჟანგბადით გაუხშვების პროცესი მიდის, ასფიქსია ასე ვთქვათ ვითარდება და შესაბამისად ხშირია შემთხვევები, როდესაც ნაყოფი ესე ვთქვათ მეცხრე თვემდე ვეღარ აღწევს და შესაბამისად ან თუ მიაღწია ზრდა განვითარება უკვე შემდგომ ახალშობილის არის საკმაოდ შეფერხებული. სხვათა შორის არ ხდება ხოლმე ხშირად ასოცირება დედების მხრიდან ამის თაობაზე და ხშირად იჩენს ხოლმე ეს პრობლემები თავს უკვე სასკოლო ასაკის პერიოდში, როდესაც მწეველი დედის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა კვლევებმა აჩვენა არის გონებრივად ესე ვთქვათ ჩამორჩენილები და შესაბამისად სასწავლო პროგრამებს ვერ იმ დონეზე ვერ ითვისებს როგორც ჩვეულებრივი ბავშვები. ამის რისკი საკმაოდ სერიოზული რისკი გახლავთ ამასთან დაკავშირებით და ეს მინდა რომ ახალგაზრდა გოგონებმა განსაკუთრებით იცოდნენ. დიახ. გასაგებია. ასე თუ ისე ვერ გავექცევით მაინც იმ ფაქტს, რომ მამაკაცებს შორის სტატისტიკურად უფრო მეტი მწეველია. თქვენ ბრძანეთ რომ საკმაოდ რთულია ვითარება ქალებშიც, მაგრამ მამაკაცებში გაცილებით მეტი მწეველია და გამოდის რომ ქალები როგორც პასიური მწეველები უფრო მეტად ზარალდებიან. აბსოლუტურად გეთანხმებით. დიახ. მამაკაცი ეწევა. ყოფილა შემთხვევები, როცა ქმარი ეწევა სახლში, ცოლი არ ეწევა. პირობითად ოჯახში და სწორედ პასიური მოწევის შედეგად ცოლი დაავადებულა და არა ქმარი. ყოფილა ასეთი შემთხვევა. მოდით აი ამ ასეთ ჭრილში განვიხილოთ თემა და აქვე ვთქვათ, ვინ უნდა იზრუნოს მათზე პასიურ მწეველებზე. თქვენ ბრძანეთ რომ მეორადი მოწევაც არსებობს და უკვე მესამედ მოწევაზეც ლაპარაკობენო. მოდით ესეც განგვიმარტეთ და სახელმწიფომ როგორ უნდა იზრუნოს პასიურ მწეველებზე ესეც ვთქვათ. მოკლედ გეტყვით ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტთან ერთად 5 წლის უკან დაახლოებით ჩავატარეთ ჩვენ კვლევა ოჯახებში, აი ზუსტად თქვენ რასაც ბრძანებთ, როდესაც მამა სტანდარტული ოჯახი იყო, რომ მამა იყო მწეველი და ქალი და ბავშვი იყო არამწეველი ბავშვი 10 წლამდე. ანუ ჩვენ ვარკვევდით პასიური მწეველობის ზეგავლენას ზუსტად იმ გენდერული ჭრილით, ანუ ქალებში რა ხდებოდა და ბავშვები ყველაზე სენსიტიური, ესე ვთქვათ, ნაწილი რაც გახლავთ საზოგადოების, ხო? 50, ესე ვთქვათ, ადამიანი იყო ესეთი შერჩეული, ანუ 50 პიროვნება, მაგრამ ერთი იყო არასტანდარტული ოჯახი, ანუ სადაც დედაც ეწეოდა, მამაც ეწეოდა და ბავშვი იყო პასიური წევრობის გავლენის ქვეშ. აღმოჩნდა, რომ 50 ქვეყნიდან საქართველო გავიდა მეორე ადგილზე, რა ხდებოდა თმის სისხლებულობდით და ვაგზავნიდით ამერიკულ ლაბორატორიაში და სპექტრული ანალიზით დგინდებოდა, თქვათ, ქიმიური, ანუ ნიკოტინის შემცველობა ყოველდღურად რამდენი იყო და შესაბამისად მავნე ნივთიერებების შემცველობა ორგანიზმში. და აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ქალები
და ბავშვები პასიური მწვერვალობის გავლენის შედეგად. უფრო მეტიც არსებობს, მე ხა ბავშვებზე გამომახვილებ ყურადღებას და მე პოლიტიკაზე გადავალ, ბავშვთა უეცარი გარდაცვალების სინდრომი. ეს ეხება ერთწლამდე ბავშვებს, კი, სადაც თამბაქოს პასიური მწვერვალობის როლი გახლავთ დაახლოებით 9, ანუ 50%, ანუ 50% შემთხვევაში ამ სიკვდილობისა ბავშვების უეცარი გარდაცვალების არის ზუსტად ის, რომ მშობლები და ოჯახის წევრები ბავშვების თანდასწრებით ეწევიან თამბაქოს. ეს კულტურა საკმაოდ სამწუხაროდ, ესე ვთქვათ, გამჯდარია ჩვენ საზოგადოებაში და ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, როგორც ინფორმირება მოსახლეობის, ასევე შეგნების დონეზე მუშაობა, განათლება, კულტურის ჩამოყალიბება ამ თვალსაზრისით. დღესაც, ესე ვთქვათ, ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია, როდესაც ბავშვის თანდასწრებით დედა იქნება ეს თუ მამა მოიხმარს თამბაქოს. ისე რომლის მაგალითი უფრო გადამდებია, ეთანხმებით თქვენ, რომ დედას ამ მხრივ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე მამას. ხშირად გამიგია, რომ წეველი ქალიშვილი მოწევს აბა რასიზმს და ასე შემდეგ. მე რომ მკითხოთ ორივეს თანაბრად ეკისრება. რა თქმა უნდა, მშობელია, ჩვენ ახლა ვერ განვასხვავებთ, თუმცა დედა უფრო სამაგალითო არის ხოლმე, უფრო ფსიქოლოგიური გამოკვლევებიდან და დასკვნებიდან გამომდინარე, უფრო მისაბაძია, სადაო შეიძლება იყოს, თუმცა დედას უფრო, ასე ვთქვათ, მეტი კონტაქტი აქვს ბავშვებთან, აღზრდის უფრო შეიძლება მეტი ფუნქცია და პასუხისმგებლობა გარკვეულწილად ეკისრებოდეს ამ თვალსაზრისით და აქედან შეიძლება იყოს გამომდინარე ეს ინფორმაცია და შეხედულება. სახელმწიფოს როლზე ვთქვით, ჩვენ როგორ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეებიო და არის ხოლმე პერიოდები, აი ჩემი დაკვირვებით, ალბათ მსმენელები და მაყურებლები დამეთანხმებიან, რომ აი თითქოს კამპანიურად გამკაცრდება რეგულაციები, მწვერვალებით შეშინდებიან, ვაიმე სიგარეტი არ გაძვირდეს, ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა იწყება და არიქა და მთელი ამბები და მერე წყნარდება ხოლმე თითქოს ეს ყველაფერი, თითქოს არაფერი არ მომხდარაო, აი რატომ ხდება ეს? კანონმდებლობა არ გვივარგა თუ პრაქტიკაში ველატარებთ? ეს არის საკმაოდ რთული საკითხი, მოგეხსენებათ, ეს არის საკმაოდ ძლავრი ბიზნესი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული ფინანსური დასაყრდენი ძალები აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთიდან. მე ვამბობ, ასე ვთქვათ, ყველა ტრანსნაციონალური კომპანია, რაც კი არსებობს მსოფლიოში, ყველას აქვს ოფისი საქართველოში. ასევე არის ორი უმსხვილესი ადგილობრივი მწარმოებელი, რომელიც ძირითადად უცხოურ-ნედლეურზე მუშაობს. და ეს არის საკმაოდ ძლავრი, წარმოიდგინეთ თქვენ მილიარდზე მეტი, კი, მასშტაბური არა, პირდაპირ კავშირშია ზუსტად სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე. ახდენ სერიოზულ ზეგავლენას. გეტყვით ახლავე. კანონმდებლობა 2003 წელს შეიქმნა პირველი კანონმდებლობა, ჩვენ ვიყავით მესვეურები ამ ყველაფრის. შემდგომ 2005 წელს შევუერთდით თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას, ამ კონვენციის მომზადების პროცესშიც ვიყავი ასევე პირადად ჩართული ჟენევაში მოლაპარაკებების პროცესში. შემდგომ 2008 წელს ჩვენ ძალისხმევით მოხდა, რომ დაიხვეწა კანონი და სამწუხაროდ მაშინ სახელმწიფოს და მთავრობას არ ქონდა ნება, რატომ? იმიტომ რომ ეს ბიზნესი, ისევე როგორც სხვა ბიზნესები, აბსოლუტური კონტროლის ქვეშ იყო და მათი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური დასაყრდენი ხდებოდა ხშირ შემთხვევაში და ხდებოდა, ესე ვთქვათ, ამ ბიზნესში მათი პირების ჩართვა. ანუ მაღალ მენეჯმენტში ჩასვამდე ხოლმე მათი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე პირებს, ან წილების გადაფორმება ხდებოდა ადგილობრივი ბიზნესი მაქვს მხედველობაში და შესაბამისად ისინი დღესაც აკონტროლებენ ამ ბიზნესს. მე ვამბობ, წინამთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლები. ანუ და საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა მოდის აქედან გამომდინარე. ანუ წინამთავრობის პერიოდში წარმოუდგენელი იყო რაიმე, ესე ვთქვათ, რეალური ცვლილების განხორციელება. რამე თუ გეტყვით ახლა, ამ მთავრობის პირობებში მოხდა რეალური დეკლარირება 2012 წელს. ჩვენც, ასე ვთქვათ, დავირაზმეთ სტრატეგია, თამბაქოს კონტროლის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა შევადგინეთ, თუმცა იქ უკვე თავი წარმოშვა უკვე სახელმწიფო სტრუქტურებმა, განსაკუთრებით წინააღმდეგობა გაწია ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც პირდაპირ ლობირებდა თამბაქოს ინდუსტრიის, ასე ვთქვათ, ინტერესებს და იმ პოლიტიკური გუნდის ფინანსური ინტერესებს, რომელზეც მე მოგახსენებდით და შესაბამისად მოხდა რა? შესუსტება რამოდენიმე საკითხის. პირველი ეს გახლავთ რესტორნებთან და ბარებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც თვითონ სამასპინძელო ბიზნესი თანახმა არის, რომ აბსოლუტურად მოხდეს თამბაქოს კვამლისგან განთავისუფლება, რამე თუ ეს ბევრმა კვლევამ აჩვენა და საერთაშორისო გამოცდილებამ, რომ მოდინება ხდება ახალი კლიენტების, ეს კლიენტები გახლავთ ძირითადად ოჯახები, თავისი ბავშვებით და შემოსავალი უფრო იზრდება, ვიდრე როცა მხოლოდ
მწეველი შედის, დაყოვნება ხდება დიდი ხნის განმავლობაში და არ უკვეთავს იმდენ თქვათ საკვებს, რაც თქვათ რესტორნისთვის მომგებიანი შეიძლება იყოს. რესტორანს არ აძლევს. რესტორნები თანახმა მინდა გითხრათ, მაგრამ აქ არის ძირითადი წინააღმდეგობა, რასაც ვაწყდებით ჩვენ გახლავთ თამბაქოს ინდუსტრია და ის ლობისტები, რომლებიც დღესაც არიან პარლამენტში და ამ მთავრობაშიც კი მაღალ თანამდებობებზე. ეს არის მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები. აი ეს არის სერიოზული პრობლემა, რასაც დღესაც ვაწყდებით და მხოლოდ კამპანიებით შემოიფარგლება დღესაც კი დღევანდელი მთავრობა. თქვენი მომზადებული მოკლედ მითხარით. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთობლივად კი მოვახერხეთ გარკვეული პაკეტის წარდგენა, მთავრობაში დევს უკვე ეს პაკეტი, იმედია უახლოეს პერიოდში მთავრობა განიხილავს და იმ პათოსით და იმ შეგნებით, რომ ეს მართლა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვისაც თქვენი პაკეტი. აქ არის რამოდენიმე საკითხი. პირველი, რომ რეალურად მართლა მოხდეს თამბაქოს კომლისაგან ყველა შენობის და ტრანსპორტის გათავისუფლება, ყველა სამუშაო ადგილი განთავისუფლდეს თამბაქოს კომლისაგან, რეალურად საჯარიმო სანქციები გაიზარდოს და გამარტივდეს ადმინისტრირება, რეალური ადმინისტრატორი შეირჩეს. დღეს მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროა, მაგრამ არის ლაპარაკი ფინანსთა სამინისტროზე, რომელსაც ასევე არ აქვს სრული ჯერჯერობით რომ ადმინისტრირება განახორციელოს. ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ, რომ არასამთავრობო სექტორი რეალურად ჩაერთოს ადმინისტრირების პროცესში, იქამდე შეიქმნას ცალკე სპეციალური სტრუქტურა, რომელსაც კონვენცია ითხოვს, რომელიც რეალურად იმუშავებს და ხალხი იგრძნობს თქვათ ადმინისტრირების გამო თქვათ აღსრულების სიკეთეს და კვამლისგან განთავისუფლებას. იმიტომ რომ ქცევის შეცვლა რთულია ჩვენ საზოგადოებაში, თუ მართლა არ იქნა რაღაც საჯარიმო სანქციები რეალური დაწესებული. მეორე გახლავთ რეკლამის, სპონსორობის და პოპულარიზაციის სრული აკრძალვა. დღის მდგომარეობით ნაწილობრივი შეზღუდვა გვაქვს რეკლამის, როგორც იცით, ტელევიზიით და რადიოთ არის, მხოლოდ რადიოთი არის აკრძალული 2004 წლიდან. სამწუხაროდ ესეც არ სრულდება, იმიტომ რომ არაპირდაპირი რეკლამის უამრავი შემთხვევები გვაქვს განსაკუთრებით ტელევიზიებით, მაგალითად სერიალებში, პოპულარულ შოუ პროგრამებში, გასართო პროგრამებში ხდება თამბაქოს მწვერვალების, ასე ვთქვათ, პოპულარიზაცია. ასევე გვინდოდა ლიცენზირების დაბრუნება, 10 წელია მოგეხსენებათ, ეს დარგი არის აბსოლუტურად რეგულაციის გარეშე. მოდი მაშინ რეკლამა გავუშვათ და შემდგომ ახალი ამბების დროა ჩვენს ეთერში და ამის შემდეგ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ საუბარს. კი ბატონო. გრძელდება რადიო თავისუფლების პროგრამა გენდერული ამბები. დღეს ჩვენი გადაცემის თემა ქალი და თამბაქო. მე წამყვანი ლელა კუნჭულია გახლავთ. ჩვენი სტუმარია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე. ჩვენ ეს საკითხი უკვე მრავალი ჭრილით განვიხილეთ, მრავალ ჭრილში განვიხილეთ, მაგრამ დაგვრჩა რაღაცეები კიდევ სასაუბროდ. დროც არ გვაქვს ძალიან ბევრი, ბატონ გიორგი. მოდით მაქსიმალურად მოვასწროთ და მოდით აი საუბარი გენდერულ ჭრილში გავაგრძელოთ. მინდა კითხოთ, ხომ არ ჩაგიტარებიათ რაიმე ტიპის გამოკვლევა თამბაქოს მავნე ზემოქმედების ამსახველი სლოგანებიდან, თქვათ, რომელი მუშაობს ყველაზე კარგად და აი რომელი მუშაობს ყველაზე კარგად ქალის შემთხვევაში. არის ასეთი დაყოფა. ჩვენ ძირითადად ახალგაზრდებში ჩავატარეთ და მათი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება ესე ვთქვათ, მძაფრი და რეალური სურათის წარმოდგენა, რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს ძირითადად სქესობრივ ფუნქციებზეა და დაკავშირებული თქვათ უნაყოფობა ქალებში და მამაკაცებში იმპოტენცია, ასევე კანის დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემები, კბილების სიყვითრე, თითების სიყვითრე და ასე შემდეგ. მართალია ნეტა, რომ აი ხშირად ადამიანებზეო, თქვათ, სიკვდილით დამუქრება უფრო არ მოქმედებს, ვიდრე თქვათ იმის თქმა, რომ თამბაქოს მოწევის შედეგად კბილებისა და კანის მდგომარეობა გაუარესდება. ეს ძირითადად ქალებზე მოქმედებს, ეს ქედან გამომდინარე, რომ ყველა ქალი ასე ვთქვათ ორიენტირებული არის სილამაზე შეინარჩუნოს ან გაიუმჯობესოს. შესაბამისად ეს მესიჯები მათზე სერიოზულად ახდენს ზეგავლენას, მაგრამ არის კატეგორია ქალებისა, რომელზეც არანაირი ზემოქმედება ვთქვათ ამ თვალსაზრისით არ მოქმედებს. თუმცა მაგალითს მაინც ძალა აქვს. თუ თქვათ სოციუმი არის ესეთი სამეგობრო, რომ წეველებია იერგული, უკვე იძულებული ხდება ის გოგონაც, რომ ჩაერთოს და ჩვეულებრივად იმ სოციუმის წევრი გახდეს და იწყებს მოწევას. ეს ერთ-ერთი მოტივატორი გახლავთ. მაგრამ თუ კი იერგული არ ამწეველებია, შენს უფრო მეტი მოტივაცია გაქვს, რომ დაანებო თავი. ეს არის პრობლემა, რომელსაც ქმნის ასევე ჩვენი ტელესივრცე.
როგორც მოგახსენეთ, ის რეკლამები, არაპირდაპირი რეკლამები, რომელსაც ყოველდღიურ ეთერში უყურებს მოზარდები და მოზარდებს ფისტას ეს ჩვეულებრივ მოვლენად, ანუ ჩვეულებრივ სოციალურ მოვლენად აღიქვამს მოზარდი, მის ფსიქიკაში ილექება ეს ჩვეულებრივი ნორმა გახლავთ და ჩვეულებრივად ის მედრიკილება უჩნდება, რომ რა მოხდა, მე მოწევს და ასე შემდეგ. უფრო დამოუკიდებელი გახდება თითქოს, უფრო ასე ვთქვათ, წარმატებული და ასე შემდეგ. რასთანაც შეიძლება იყოს ასე ვთქვათ, მითების თვალსაზრისით ასოცირებული, რაც რა თქმა უნდა, ცრუ მითები გახლავთ, როდესაც ისინი უკვე შუა ასაკში, ანუ უფრო მოზრდილ ასაკში გადადიან და უკვე გრძნობენ იმ პრობლემებს, რაც თამბაქოს მოხმარებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უკვე გვიან არის ხოლმე როგორც წესი. განსაკუთრებით უკვე შობადობასთან თვალსაზრისით, ხო, 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდა გოგონაზე ვლაპარაკობთ ქალზე, ხო? ესენი უკვე მერე გრძნობენ და ხშირ შემთხვევაში, აი მე ჩემ მაგალითს მოვიყვან, ჩემი უახლოესი მეგობარი არის ერთი გოგონა, უახლოეს პერიოდში მოხდა ეს, მერვე თვეში ვერ შეწყვიტა მოწევა და მერვე თვეზე ფეხმძიმობის პერიოდში ასფიქსიით ბავშვი დაიღუპა და ვეღარ გახდა დედა. ერთი სიტყვით ძალიან ბევრი უკუჩვენება აქვს ამ პროცესს, მოწევა უშუალოდ ვინც ეწევა მისთვის, მისი გარემოცვისთვის და ჩვენ ვლაპარაკობდით კიდევ რომ არის მესამე ეტაპი ამ მესამეული, შეიძლება ეს განვიმატეთ და მესამეული კვამლი გახლავთ, როდესაც თქვათ არამწეველს უწევს მწეველების გარემოში ყოფნა და თქვათ ტანსაცმელზე ან კედლებზე არის დალექილი კვამლი, რაც საკმაოდ ტოქსიკურია ასევე და შესაბამისად უკვე დროთა განმავლობაში იწვევს სხვადასხვა სახის პათოლოგიებს. ეს გახლავთ მესამეული მოწევა, რომლის საზიანო, ესე ვთქვათ, შედეგები არის დადასტურებული მეცნიერულად და უკვე მიდის მოძრაობა იმ თვალსაზრისით, რომ აბსოლუტურად 100%-ით ნებისმიერი სახის შენობა, ნაგებობა ეს იქნება სახლი, იქნება როგორც გითხარით მანქანა, იქნება ანუ ტრანსპორტი, იქნება თუ სამუშაო ადგილი, იქნება თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, ყველა ეს ადგილი უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი კვამლისაგან, რომ დავიცვათ როგორც არამწეველები, ასევე მწეველები პასიური მწეველობისაგან. რამე თუ უფრო ზიანი უფრო მეტი დგება ამ თვალსაზრისით. გაზაგებია, ურმესი მადლობა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ კიდევ არაერთხელ მოგვეცემა საშუალება, რადიო თავისუფლება ხშირად აშუქებს ამ თემებს და არაერთხელ მოგვეცემა კიდევ საშუალება თქვენთან საუბრისა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ეთერშია პროგრამა გენდერული ამბები, რომელიც დღეს ლელა კუნჭულიას მიჰყავს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიიდან. მცირე მუსიკალური პაუზა და ჩვენ ამის შემდეგ მეორე სტუმართან დააბრუნებთ. გრძელდება რადიო თავისუფლების პროგრამა გენდერული ამბები, რომელსაც თბილისის სტუდიიდან დღეს ლელა კუნჭულია უძღვება. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის კიდევ ერთ სტუმარს, ის გახლავთ ხელოვნებაცოდნე ლელა ოჩიაური, რომელსაც ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით დარწმუნებულად ექნება ძალიან საინტერესო განსხვავებული ხედვა თამბაქოსთან მიმართებითაც. მადლობა მოგზანებისთვის ლელა, რომ დრო გამონახეთ და გვესტუმრეთ და პირველი შეკითხვა ასეთი იქნებოდა, როგორ უყურებენ მწეվել ქალებს საქართველოში და უქმნიან თუ არა მათ საზოგადოების წარმომადგენლები, საერთოდ უქმნის თუ არა საზოგადოება დამატებით წინააღმდეგობებს. როდესაც ქალი ირჩევს რომ მოწიოს. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ არის ქალი, რომელიც აირჩია რომ მოწიოს, ნამდვილად ძალიან მე პირადად ამას ძალიან ნანობ და ძალიან განმეცი და ძალიან მინდა რომ არ ვეწეოდე და რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, როგორც ვფიქრობ, დღეს ეს ცოტა ნაკლებად არის პრესი მწევალ ქალებზე. საერთოდ შეიცვალა დამოკიდებულება და თქვენი წინა სტუმარიც სწორედ ამას ამბობდა, რომ რაღაცნაირად უნდა მოხდეს თამბაქოს კონტროლის და რაც შეება მეტმა ადამიანმა დაანებოს თავი მოწევას, მაგრამ ეს სხვა სახის კონტროლია და თქვენი კითხვა სწორედ ეხება, რომ რაღაც გამოყოფილად ქალების მიმართ ბუნებრივია ჩვენ ასე დავყავით დისკრიმინაციას ასე ვთქვათ. ბუნებრივია თამბაქო არის მავნებელი, თამბაქოს თავი უნდა დავანებოთ, ესეთი აქსიომებია, მაგრამ არსებობს კიდევ რაღაც ჭრილი, როდესაც ადამიანი ნებაყოფლობით ირჩევს გახდეს მწეველი, მას როგორ უყურებს საზოგადოება. სწორედ აქედან გამომდინარე მინდოდა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გასაგებია ეს კითხვა. როგორც ბევრ საკითხში მე მაინც მგონია, დღესაც კი საქართველოში, რატომღაც ქალის არჩევანი არ არის ის არჩევანი, რომელიც მართლა შეიძლება რომ
ადამიანის თავისუფალი ნებად ჩაუთვალოთ და მართლა არჩევანად ჩაუთვალოთ. მე არ ვიცი ახლა მართლა რატო ხდება ეს თამბაქოს მიმართ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გულისხმობ და სხვა საკითხებსაც, მაგრამ აი ის პერიოდი, როდესაც მე დავიწყე მოწევა, ეს იყო მრავალი წლის წინ, ახალგაზრდობაში, სტუდენტობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ძიმე იყო სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენთვის, პირადად ჩვენთვის ეს იყო რაღაც გარკვეული, რა თქვა, თავისუფლების გამოვლინება, რაღაც კუნძული, რომელშიც ჩვენ ვიყავით თავისუფლები, დამოუკიდებლები, დიდები, ეს იყო რაღაც იდენტიფიცირებული ესე ჩამოყალიბებულ ადამიანთან, რა თქმა უნდა, სასაცილოები ვიყავით ალბათ, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა, იყო ეს დამოუკიდებლობა და მახსოვს ის ტანჯვა, რაც იყო დამოუკიდებული, როგორ ვიმალებოდით. რო ვეწეოდით, მემალებოდით ყველას აბსოლუტურად, მამებსაც, დედებსაც, მეგობრების მამებს და დედებს, ბებიებს, ბაბუებს, უფროსებს, ნებისმიერ უფროს, რომელიც დავუშვათ არ ღვევდა ასე ვთქვათ ჩვენი თავისუფლების ამ სივრცეს, იმიტომ რომ მოწევა ცუდია. და რა თქმა უნდა, ყველა ვაბრალებდით გოგოები, ვაბრალებდით ბიჭებს, იმიტომ რომ ბიჭებს კიდე შეიძლება მოეწიათ, მაგრამ გოგოებისთვის ეს იყო სრულად მიუღებელი წარმოუდგენელი. ბიჭების არასრულწლოვნება არ აბათილებდა, ასე ვთქვათ, თქვენს გენდერს, თუ როგორ არის. ასე ვთქვათ, ვერ იქვითებოდა. ვერა, აი მე მახსოვს ერთხელ ქონდა, ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ერთხელ ქონდა ეს შემთხვევა, რომ გოგი გვახარია, ჩვენი მეგობარია, იყო მაშინაც და ყველა ხუთი გოგო ვიყავით, ხუთი ვიყავით ჯგუფში და 4 გოგო და გოგის ვაბრალებდით რომ ვეწევით, ასე რომ მივიდოდით ვიღაცასთან, გოგი აღმოჩნდებოდა 5 სიგარეტს ეწეოდა ერთად და ნუ რა თქმა უნდა მშობლები რომ იმოტყუდებოდა ამით, მაგრამ საწყალი გოგი იყო ჩვენი ასე ვთქვათ განტევების ვაცია, თქვენ ყველაფერს ვაბრალებდით გოგის მოწევას ბუნებრივია. დააბედეთ ეტყობა, იმიტომ რომ ისევ დაიწყო მოწევა. აი ეგ ძალიან განვიცდი მე პირადად, იმიტომ რომ შურდა გოგის და ვთვლიდი და ის იყო ჩემთვის მაგალითი, რომ თავი დაანება მოწევას და ნამდვილად რაღაცნაირად გასაგებია, მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ არის, ისიც ამბობს, რომ დროებით ეწევა და ნახოთ. ყოფილა შემთხვევები, რომ აი კაცს უარი უთქვამს საცოლეზე, იმის გამო, რომ თქვათ ის სიგარეტს ეწეოდა და ამან აღაშფოთა, თქვათ მომავალი დედამთილი ან მული, ასეთი რაღაცები გაგვიგია, ხომ? აი მამაკაცები როგორ უყურებენ მწეველ ქალებს? ანუ საზოგადოების ნაწილი, ასე კონკრეტული სეგმენტი, მამაკაცები როგორ უყურებენ, როცა ხალი ეწევა? ეს მაინტერესებს. ძალიან ცუდად უყურებენ, ნამდვილად, დღემდე, აი უნდა გითხრათ, რომ დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის ვარ, დღესაც მიმიღია შენიშვნა, ასაკობანი ან საშუალო ასაკის კაცისგან, შენიშვნა რა თვალსაზრისით, პირივი შენიშვნა, რა თქმა უნდა, რომ აი ქალი, რომელიც ეწევა, რა არის ბოზიაო? ბოზი თუ არ არის, მთლად ოჯახში შესაშვები ნამდვილად არ არის და სხვადასხვა მე გამახსნა ჩემი ერთ-ერთი ახლო ნათესავი, სწორედ აი არაჩვეულებრივი გოგონა, შესანიშნავი და ძალიან კარგი საქმრო ყავდა, მართლა არ ვაჭარბებ და რაღაცის სოფლის ორღობის ამბებს არ უყვები ნამდვილად, დაიწუნა სადედამთილომ იმიტომ, აი მართლა ამიტომ, რომ ის ეწევდა სიგარეტს და კი, გამიგიამეც. იმას მომდი, რომ ეთქვაც იქნება ანებებდა ის თუ მაინც და მაინც ესეთი არამწეველი ძალიან უნდათ ოჯახში, მაგრამ აი ამ ნიშნით, ასე ვთქვათ, მე კი არაჩვეულებრივ ყმაწვილს გაყვა. ჩემი ნათესავი, მაგრამ დაანება თავი? სხვადასხვა არა. მათის უკვე სულეთი იყო, მას არ აინტერესებდა, ასე ვთქვათ, მაგრამ აი ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, რომ ქალი არ უნდა ეწეოდეს და ქალი არის ამით რაღაცნაირად მართლა დაჩაგრული, იმიტომ რატო უნდა აიძულო ადამიანი, რომ სადღაც ჩუმად მოწიოს. ხა მე მაგალითად აი მართლა შემიჩნევია, რომ ჩემი სტუდენტები, გოგონები, ხო, ვიცი რომ ეწევიან და არასოდეს მათთვის არ მიგრძნობინებია რომ მე არ მოვაწევნებ, ხა აუდიტორიაში ცხადი არ მოვაწევნებ არავის, მაგრამ თუ მოწევენ, მათ აქვთ უფლება რომ მოწევენ. ისინიც კი მალავენ ხოლმე ჩემთან ხშირად რომ ეწევიან და მე ხარ ვეტყვი ბავშვს რომ ახლა მოწეგინა თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირადად ჩენზე რა მოქმედებს? უფრო ის რომ გარემო არის მწეველი, რასაც ქვია, თქვათ რესტორანში შედიხარ ყველა ეწევა, ბარში შედიხარ ყველა ეწევა, ირგვლივ, რა ვიცი, ბევრი ეწევა, ხო? ეს გარემოზე მოქმედებს შენზე, რომ ვერ ახერხებ, თქვათ, თავის დანებებას თუ გონია რომ მაინც უფრო შენი პრობლემაა. რა თქმა უნდა, ჩემი პრობლემაა. ნერვებს გიმშვიდებს თუ აი რა არის? არც მიმშვიდებს ნერვებს.
არც აი რაღაც იმას მაძლევს ხო რაღაც გარკვეულებას, თუმცა ჩემთვის აი ერთადერთი ალბათ თავს ვიტყუებ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ზოგჯერ ვატყუებ ხოლმე საკუთარ თავს, არის ის, რომ აი ამითი რაღაც პაუზას ვაკეთებ, აი დავუშვათ მუშაობ, ხო? ამ დროს რო სიგარეტის მოწევის პროცესი 2 წუთიანი თუ რამდენხნიანიც არის ჩემთვის რაღაცნაირი პატარა პაუზა აი იმ ფიქრისთვის არა, უფრო განტვირთვისთვის შეიძლება სწორედ გამოსვლის აი სამუშაო რეალობიდან და ახალ რეალობაში გადასვლის შეიძლება. ადამიანმა შესაძლოა უბრალოდ გახვიდე და სუფთაერით ჩაისუნთქვა ამ მომენტში, ხო? იგივე იქნებოდა. ხო, მაგრამ ის სუფთაერი და სიგარეტი სხვა არის. სხვა. მე შევახსენებ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს 2988327 ეთერშია პროგრამა გენდერული ამბები, რომელსაც მე ლელა კუნჭულია ვუძღვები, ხელოვნებაცოდნე ლელა ოჩიაური, ჩემი სეხნია გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ ვლაპარაკობთ თემაზე ქალი და თამბაქო. ხშირად გაგვიგია აი მომავალი დედა ხარ, შენ შვილი უნდა გააჩინო და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ ეს შეუთავსებელია მართლაც ორსულობასთან და ჯანმრთელობის ძალიან ბევრი პრობლემა წარმოიშობა აქედან, როცა ორსული ქალი ეწევა და ეს ფაქტორი უთოთ გასათვალისწინებელია, მაგრამ აი როცა არამწევალ მამას, არამედ მწევალ დედას ბრალდება ხოლმე, როცა შვილი ეწევა. აი ეს რაღა არის ამ საზოგადოებაში. ჩვენი პირველი სტუმარიც ამბობდა, რომ დედას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. მე არ ვეთანხმები მაგალითად. მე მგონია, რომ ორივეს თანაბრად აქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თქვა შვილს აუხსნას და შემდეგ უკვე ის როგორ განავითარებს თავის ცხოვრებას, ეს უკვე მისი არჩევანი იქნება ალბათ. რა თქმა უნდა, საერთოდ რატო ითვლება, რომ შვილები მხოლოდ დედამ უნდა გაზარდოს, ასე ვთქვათ, აღზარდოს უпростоრე და ყველა მთელი პასუხისმგებლობა უნდა გადავიდეს დედაზე, ეს რატომღაც ქართულ სინამდვილეში ესეც არის. ეგეც ჩემთვის ცოტა გაუგებარი და მით უმეტეს ის რაც ეხება თამბაქოს. მიუხედავად იმისა, ჩემი მშობლები არც ერთი არ ეწეოდნენ, მე მაინც დავიწყე მოწევა, ხო? და იყო აკრძალვა, რომ ჯანმრთელობისთვის ცუდია, ფილტვებს დაიავადებ, ასე იქნება, ისე იქნება, მაგრამ მამა ამ შემთხვევაში, ხო, ყველაზე უფრო ესეც შეიძლება იყოს, ხო? დაუშვათ ერთი იმის მიმცემი მაგალითის, თუ არის ეს და თუ მეგობარი არ არის, როგორც მე და მე მათაც მეგობრების წრეში დავიწყეთ ყველა მერთად მოწევა ერთმანეთის სამხედროობით და მეტიჩრობით, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, მაგრამ დედის მხრებზე ამ ტვირთის აკიდება, რომელსაც ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ის რაც მაშინ თუ ასე წავიდა მოწევა მაინც ბჭყალებში ვიტყვი ქართული წარმოდგენით კაცური საქმეა, მაშინ რატო უნდა აგოს პასუხი კაცური იმაზე დედამ, როდესაც ეს თავისუფლად შეიძლება აიღოს და რაღაცა აკონტროლოს შვილი, ქალი, გოგონას თუ ბიჭიც, რა თქმა უნდა, მამამ. აი ეს მე მართლა არ მესვიცდი რომ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა ქვა ხშირ შემთხვევაში ნებისმიერ პრობლემა, როდესაც ბავშვის, შვილის, უსაქციელობაზე ან რაღაცა შეცდომაზე არის ხოლმე საუბარი, რადგანაც ყოველთვის დედის ბრალი ასე არ არის. ხოლმე თორე ხა მე ასე არ ვთქვი, მაგრამ ესე ითვლება. კარგით, აი მოდით რეკლამის ჭრილში რომ განვიხილოთ ეს საკითხი. ჩემმა პირველმა სტუმარმა ბრძანა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ, რომ აი რეკლამებიო, შეფარული რეკლამა არისო, თითქმის ყველაფერი სერიალებში, როდესაც მსახიობი ამოიღებს და გააბოლებს, იქ რა ვიცი, შოუებში ტელეგადაცემებში ათასნაირად. როგორ გონიათ, აი ეს გადამდებია ეს მაგალითები, თქვათ ვიღაცა მსახიობმა თუ გააბოლა. ქონიათ თქვენ აი ვიღაცისთვის მიგიბაძავთ, მოგწონებიათ ან რაღაც მსგავსი, თქვათ. არა, ნამდვილად ესე არ ყოფილა, ისე აი მინდა ვთქვა რომ ჩვენ არამსახიობებმა და მაშინ როდესაც ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით, კინოში არ იყო აკრძალული, ასე ვთქვათ, თამბაქოს რეკლამა და თითქმის ყველა ფილმში შეიძლება გენახა მწეველი, გნებავთ ქართულ, გნებავთ უცხოურ ფილმებში მწეველი მსახიობები, მწეველი პერსონაჟები. მაგრამ ამას ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ამას არა ჩემზე და ჩემი თაობის ადამიანებზე მართლა არ უმოქმედია, იმიტომ რომ ეს ანტირეკლამაც ისევე არ მოშაოს, მე მგონი, მწეველებზე. თუ ადამიანი იწყებს მოწევას, ის არ ვიცი, ეს
ისე ვიმეორებ და ჩემი სააშნელი ტვირთი, რომელდანაც მოხსნა მინდა, მაგრამ ადამიანი თუ იწყებს მოწევას მას ვერც ხიფათი შეაჩერებს და ვერც დაუშვათ ის რომ აი ვიღაცამ ვიღაც მსახიობმა მოწია და ახლა მეც აუცილებლად უნდა მოვწიო ისევე როგორც ნებისმიერ დაუშვათ სხვა ქმედება რომელიც შეიძლება მსახიობმა ეკრანზე ჩაიდინოს ან რომელიმე აუშვათ მომღერალმა პოპულარულმა ადამიანმა რომელიც შეიძლება ითვლებოდეს რომელიღაც ახალგაზრდისთვის თაობისთვის ეს პირადად თქვენთვის შესაძლებელია და შესაძლოა არსებობენ ადამიანები რომლებზეც ზეგავლენა უფრო იმიტომ რომ ეს კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრებაა თავისთავად რომ შეფარული რეკლამაც მუშაობს. ხო, არა, შეფარული რეკლამა მე ვფიქრობ რომ კარგად მუშაობს, ვიდრე პირდაპირ, ხო, ისაც ჩვენ მართლა ყოველდღიურად ესე პირდაპირ გახსნილად უყურებთ, მაგრამ არ ვიცი, მე ვერ შევეკამათები სპეციალისტებს ბუნებრივია, მაგრამ აი თუნდაც არ ვიცი, ცოტა მინუსების დაჯერება. აი ვთქვათ რომ 10% სიკვდილისა ამაზე მოდის და ასე შემდეგ. ვთქვათ 8 წამში ერთი ადამიანი არ მაშინებს კი არ მოქმედებს. არ მოქმედებს. მოწევა კლავს, ვთქვათ, მოწევა ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, მოწევა იწვევს იმპოტენციას, ასეთი რაღაც რეკლამები, ანტირეკლამები, უბრალოდ სლოგანები, რომლებიც ემსახურება თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლას. თქვენი აზრით ესენი არ მუშაობს. იცით რა, არა, შეუძლებელი რომ არ მუშაობს. აი გადაცნილი ფილტვის, ვთქვათ, ჭრილი, რომელსაც ჩემზე არ მუშაობს. აი არ მუშაობს და არ ვიცი, მე ვარ უკვე იმ ასაკში, რომ აღარაფერი აღარ მუშაობს თუ პირიქით მე მაქვს ის თვით თავდაცვის რაღაც ის რომ არ მივაქციო ამას ყველაფერს ყურადღება. ალბათ ეს არის. შეიძლება. ალბათ ეს არის. რომ ყოველთვის რაღაცა სხვას აბრალებ. ყველა წევალს ხომ არ ემართება სიმსივნე ამბობ და ასე შემდეგ. ყოველთვის ეძებ რაღაც იმას. მე მაინტერესებდა მაინც სილამაზის კუთხით თუ მუშაობს, თქვათ, სლოგანები, თუ იმუშავებდა, თქვათ, ისეთი როგორიც არის მოწევა აყვითლებს კბილებს, ან მოწევა აუარესებს კანის მდგომარეობას, ან აყვითლებს ფჩხილებს, აფუჭებს თმებს, აი ეს თუ იმუშავებდა. თუ ჩემზე საუბრობთ ისე აი არ ვიცი რაღაც ეტყობა მთლად არა ვარ მაგ მხრივ ნორმალური მაგრამ აუცილებლად რა არის ხა ბუნებრივია რომ ხა მე შეიძლება ცოტას რაღაც უტრირებას მოკეთებ მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხომ მუშაობს ეს ხო არის კარგად გათვლილი ფსიქოლოგიურად მართლა ეს არის ის სფერო რომელზეც ადამიანები მარტო იმიტომ ხო არ მუშაობენ რომ რაღაც აიღონას თქვა ფული ასე თქვა ანუ გამოიმუშაონ რაღაცა გარკვეული თანხა არამედ ის არის სფერო რომელიც ერთად მოქმედ მუშაობს ფსიქოლოგიურ ნაწილზე, სოციოლოგიურად, რაღაც გარკვეულ გათვლების ნაწილზე, ჯანმრთელობაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, მე ეს პაციენტები მე აღარ არიან ჯანმრთელები, ადამიანები აღარ არიან ჯანმრთელები, ხდებიან პაციენტები და მთელი ეს რაღაც გარკვეული სისტემაა, რომელიც ჩემი აზრით ბუნებრივია, რომ არ არის ესე ცარიელ ნიადაგზე დამყარებული და ეს თუნდაც აი ესეთი სლოგანები რომელსაც თქვენ ამბობთ ეს დღეს არ დაბადებულა ეს ხო მართლა საუკუნე ბოლო საუკუნეა ხო აი მე-20 საუკუნის რაღაც თუნდაც მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით ძალიან არის გააქტიურებული და დღემდეც ალბათ უფრო მეტი იმას იწვევს იმიტომ რომ ნახევარზე მეტი მსოფლიო გამოცხადებული აქვს ასე ვთქვათ ანტი ნიკოტინური ასე ვთქვათ კამპანია და მართლა ალბათ მართლა ეს ყველაფერი შედეგს აღწევს მაგრამ აი არ ვიცი რამდენად აი ესეთ მასშტაბურ სახეს მიიღებს ეს შედეგი. აი შეიძლება მინახავს თქვათ ქართულ სუფრასთან ასე თამბაქო კლავს, თამბაქო ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას ასე კოლოფები, სიგარეტის კოლოფები და შვიდად აბოლებს მაინც ყველა. აეროპორტებში არის ძალიან დიდი აკრძალვები ევროპის ქვეყნებში ძირითადად, თქვათ ამერიკისკენაც ბუნებრივად დასავლეთში, ცივილიზებულ დასავლეთში, როგორ უყურებთ ამას, აი გადაფრენა, გადმოფრენის დროს როგორი შეგრძნებაა ეს ალბათ ძალიან რთულია. ძალიან რთულია, მაგრამ იცით რა და რაღაც ზოგან საერთოდ არ არის ტერიტორია, ზოგან რაღაც პატარა კოლოფებია ხო, რომელშიც მთელი მწვერველი საზოგადოება იქ იყრის თავს ეს ნუ საშინელება ხდება. აი ნამდვილი ჯოჯოხეთი მართლა ჯობია იქ არ შეხვიდე და
როგორმე თავი შეიკავო ამისგან არ მოწიო ტერიტორიაზე და მართლა ძალიან ბევრ აეროპორტში ეს უკვე მართლა ტერიტორიაზე ვეღარსად ვეღარ მოწევ და ადამიანები როგორღაც ახერხებენ ხო რო არ მოწიო. ძალიან პატარა პაუზა გვაქვს და გავაგრძელოთ საუბარი. გრძელდება რადიო თავისუფლების პროგრამა გენდერული ამბები. ჩვენთან სტუდიაში სტუმრად გახლავთ ხელოვნებაცოდნე ლელა ოჩიაური. ბევრი თქვენგანი იცნობს მას. ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ არაერთი კუთხით თემაზე, ქალი და თამბაქო, მივადექით აეროპორტებს და იმ პატარა გამოყოფილ ადგილებს, ხშირად დახურულს გარედან მინით შემოღობილ ადგილებს, რომლებიც გარედან მართლაც გავს რაღაც ჯოჯოხეთს. მოდით პირდაპირ ვთქვათ და რაღაცა ის გაბოლილია ფანჯრები თითქოს ხომ აი ფენად ნიკოტინი ადევს და ასე შემდეგ. შესულხარ ჩიგნით და აი რა შეგრძნება ეს? იცით არის მართალი რო გითხარით, მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი. და მივხვდი რომ იქ აზრი არ აქვს მოწევასაც კი არა თუ შესვლას. და ეს არის მართლა ალბათ მიგახვედრებს. აი თუნდაც აი ყოფილა ესეთი აი ოთახში ხშირად ეს სტუმრები, ბევრი სტუმარი ვარ და ზამთარში როცა არანიავე ფანჯარა და ოთახი რომ იმდენად იჟღინთება სუნით რომ მე თვეები უნდა რომ ეს გავიდეს და მაინც არ გადის ნუ რაღაც საშინელება. საფათო ყოფილა ჩვენმა სტუმარმა თქვა. და ვიცი რომ ძალიან საფათოა ძალიან და იმ ოთახში რომ საერთოდ კატეგორიულად გამორიცხულია დაძინება ესეც ზუსტად ვიცი და თუნდაც ეს იყო ჩვენი რეალობა. ხო რა თქმა უნდა და თუნდაც აი ეს მაგრამ აი უცნაურია ხო ძალიან ბევრი ადამიანია ჩემი არ იყოს მე არ მიფრენია დაუშვათ 9 საათი მაგრამ ხო არის ესეთ ფრენები სხვა ამერიკაში ჩინეთში სხვა კონტინენტზე ხო როდესაც ადამიანებს ჰაერში უწევთ მართლა მთელი დღეს გატარება მწევ ადამიანებს ეს ადამიანები როგორღაც ახერხებენ იმას რომ არ ხდება ადამიანის სიგარეტის გარეშე ეს შეიძლება ამის გაძლება აეროპორტში შეიძლება რომ იქ არ შეხვიდე და ის დრო რომელიც ჩვენ გაქვს გამოყოფილი უნიკოტინო ცხოვრებისთვის გამოიყენო და ანუ ეს იმას ნიშნავს თუ სპექტაკლის პროცესში ხო არავინ არ ეწევ კონცერტის დროს ნუ ასე შეიძლება რომ ადამიანმა რაღაცნაირად ამისგან ბუნებრივია ფსიქოლოგიური მომენტია ხო და მე შეგონებას ვუკეთებ ჩემთვის ხო რაღაცის უნდა მოხდეს ჩანაცვლება ჩვენ თქვით რომ არ მუშაობს პირდაპირი ასე ვთქვათ არ მოწიო არ შეშინება მუშაობს თქვენი ტიპის ადამიანზე მაგალითად. აი რა შეიძლება გააკეთდეს სახელმწიფომ, რა შეიძლება გააკეთოს, რომ თქვენ დაგაფიქროთ ამისკენ, თუ გიფიქრიათ ამაზე. აი რომ იყოს აკრძალული ყველგან მოწევა. ხო, მაგალითად რესტორნებში, ბარებში, აი და მოკლედ რას ეტყოდით ადამიანებს, ვინც შესაძლოა დღეს იღებს პირველ სიგარეტს. აი იმ ადამიანებს აი ნამდვილად ვერ ავუგრძალა, მაგრამ აი ვემუდარები, აი მართლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ტანჯვა, ეს არის მთელი ცხოვრების ტანჯვა, რომ და თან რატოა ტანჯვა ყველა სახის დაწყებული მატერიალურიდან თითქოს არაფერი ხო მაგან რაღაცა ხა სიგარეტი მაგრამ მატერიალური მე ის რომ ფიქრობ რომ უნდა მოწიო ვერ ეწევი და ფიქრობ რომ მოწიო შენი გონება სვამაზეა გადართული აი ესეთი ძალიან რა ქვია იმას აი დამოკიდებული როდესაც ხარ რაღაცა გიმონებს აბსოლუტური მონახდები ამიტომ აი მართლა და იმ დღეს როდესაც მე პირველი სიგარეტი მოწია მომეწია და არ გამეგ აი მართლა ვურჩევ რომ აი როგორ შეიძლებაოდეს რა კარგი იქნება თუმცა იმეც არ აკარგავ რომ ეს ასე იქნება და რა თქმა უნდა მართლა ვურჩევ ყველას რომ აი არავითარ შემთხვევაში არ მოწიონ და სახელმწიფომ ალბათ მოვა მე უკვე ვიცი რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი შედის ძალაში მართლა კარგი იქნება მივიღე მე ვარ მწევრი მზად ვარ გავწირო ჩემი თავი იმისთვის რომ აი ეს რაღაცნაირად გაკეთდეს ის რომ მართლა იყოს თითქმის ყველა ადგილი ისეთი რომ მოწევა არ შეიძლებაოდეს და ადამიანს ეხლა სახში ვერაფერს ვერ არა მხოლოდ ქალისთვის რა თქმა უნდა აი ამას მაშინ ჯობია რომ ქალებს მისცენ მოწევის უფლება არავინ არ დამოწიოს და მეც ისურვებ რომ თავი დაანებო დიდი მადლობა ეთერში იყო რადიო თავისუფლების პროგრამა გენდერული ამბები რომელიც დღეს მე ლელა კუნჭულიას მიმყავდა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიიდან ხმის რეჟისორი გახლავთ გოჩა ლეჟავა ჩვენი სტუმარი იყო ლელა ოჩიაური ძალიან დიდი მადლობა კარგად ზანდებოდეთ